გელახასაიას შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ამას მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას ხმაური და შემდეგ ინციდენტები, აქ შემდეგ აქტიურობდა მანდატური, რომელიც გამოირჩევა ძალადობით და ამას ხედავთ თვეების განმავლობაში. ნატალი ჯახუტაშვილი აშუქებს ამ პროცესს ახლა და ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ნატალი, რა მოხდა? ნატალი, რა მოხდა? თუ შეგიძლია გესმის ჩვენი ხმა, გითხარი რა მოხდა? კი, შემიძლია. ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გელახასაიას მეგობრები და თანაგუნდელები მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს, რაც მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება და თქვა, რომ ის აკმაყოფილებს პროკურორის შუამდგომლობას და დატოვა წინასწარ პატიმრობაში გელახასაია. ამის შემდეგ უკვე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მანდატურის სამსახურის თანამშრომლები და აქ მყოფი ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ სამოქალაქო აქტივისტის მხარდასაჭერად და სხვათა შორის მეც მედიის წარმომადგენელს წამართვა მანდატურის სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მობილური ტელეფონი და ეს ტელეფონი გატეხილია. შემიძლია გაჩვენოთ კადრში. არ ვიცი რატომ წამართვა მან ტელეფონი, სულ ახლახანს დამიბრუნეს ჩემი მობილური ტელეფონი და ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ აქ მყოფ ადამიანებს. დაზიანებები აქვს რამდენიმე ადამიანს, ცოტნე გვითხრათ თუ შეიძლება დეტალურად რამდენი ადამიანი დაზიანდა და ვინმე არის თუ არა დაკავებული. არავინ არ არის დაკავებული, რამდენიმე ადამიანი დაზიანდა, გოგოები განსაკუთრებით. თავიდან ყველაზე დიდი დაზიანებული გელა არის, რომელსაც სრულად აბსურდულად იჭერენ და ამას რომ მივეჩვევ ძალიან დიდი ტრაგედია, რომ ადამიანებს შეიძლება ესე იჭერდნენ და არცაფერი არ ხდებოდეს და როცა ამას უყურებ თვითონ შეატყობინეს წინასწარ განაჩენი და მობილიზდნენ და უბრალოდ თუნდაც რო ადამიანი დაამცირა და დასამცირებლად ესე ჯგროდ რამოდენად ადრე წავიდა, არაფერი არ ხდებოდა, ელოდებოდა, როდის გამოვიდა და ვინმე მაინც ოთახიდან და პირდაპირ დაიწყო ჩაურაცხყოფები და ხდება ეს, რასაც ჩვენ თქვა უყურებთ. რობოკოპები იქცეოდნენ, ეს ხალხია, კაცები თანძოლები. ნიშნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანდატურის სამსახური თავს დაესხა იქ მყოფ ადამიანებს, ხო? მეც დამიზიანეს მობილური ტელეფონი წამართვეს. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ვიყავ მობილური ტელეფონის გარეშე. ეს იყო ჩვეულებრივ მოფიქრებული ამბავი, შეუძლებელი 20 კაცი ისე სიწყნარში არაფერი არ ხდებოდა და აი პოლში ჩანდა რომ აშკარად ერთი სული ქონდათ, გამოსულიყო ვინმე და მათთან ჭხუბი ქონდა და ესე გამოეყარა. ძიზღი აქვს ამ ადამიანებს, იმ ხალხს, რომლებიც აქ არიან, დადიან და აქეთ ასამართლებენ და არ ვიცი. მოკლედ ასეთ ვითარებაა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირ მნიშვნელობით მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გაყარეს იმ ტერიტორიიდან ეს ადამიანები, რომლებიც ესწრებოდნენ სასამართლო პროცესს, რაც შეეხება გელახასაიას საქმეს. შემდეგი სხდომა ჩაინიშნა ნოემბერში, მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა და ემუქრება 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.